შოთა უტიაშვილს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო შეფასება, ვინ არის საქართველოს პარტნიორი, ეს არის მოკლე შინაარსი თქვენი სოციალურ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ყოველ შემთხვევაში. ვინ არის ამ ქვეყნის პარტნიორი? კითხვა გააჩინა იმან, რომ მშვიდობის საბჭოში თუ შევხედავთ, ვინ არის მიწვეული, მარტო საქართველოა მგონი დარჩენილი რეგიონიდან ნამდვილად, ვინც არ არის მიწვეული და ახლა ეს მხოლოდ არადემოკრატიულობის ხარისხით რომ არ არის იქ შერჩეული ან დემოკრატიულობის ხარისხით ლიდერები, ესეც ნათელი. ბელარუსი მიიწვიეს, აზერბაიჯანი მიიწვიეს, ხევზრო არაფერი თქვა და საქართველო არ მიიწვიეს. არ მიიწვიეს დავოსში და საერთოდ კითხვა ხდება, რომ ვინ არის ჩვენი პარტნიორი. ეხლა ჩვენ ყველა ხედავთ, რომ სოფლიოში ვითარება იცვლება უარესობისკენ, ხო? საერთაშორისო სამართალი მისი ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური დისკურსი იცვლება უარესობისკენ. შედეგობრივად არ ვიცი. იცვლება ისე, რომ ბრუნდება, საერთაშორისო სამართალი გადადის მეორე პლანზე, ბრუნდება ძალის პრიმატი და ამ ვითარებაში, რაც საერთაშორისო ურთიერთობების ტრადიციულია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რა ძალა აქვს ქვეყანას და ვინ ყავს პარტნიორი. და მოდი ახლა გავყვეთ ეს განვიხილოთ. ახლა რაც შეეხება ჩვენ ძალას რო საკუთარი თავი დავიცვათ. სტრატეგიული პარტნიორის გარეშე რუსეთის პირისპირ წარმოუდგენელია. ვითარებაში როცა ახლა ჩვენ შეერაღებული ძალები იყო აწყობილი იმაზე, რომ გვაქვს მაინც ერთად რუსული წარმოების ტექნიკა და ტანკები, ჯავშან ტრანსპორტიორები, артиლერია და უკვე აღარსად აღარ იშოვება მაგათ ჭურვები, იმიტომ რომ უკანასკნელი ყველაფერი შეიწოვა. ანუ შეერაღებული ძალები დიდი ხანია არ მონაწილეობენ არც ერთ საერთაშორისო ოპერაციაში. ნუ ხა რაც მო კარგია რომ ჩვენ ჯარისკაცები არ ყოფებიან, მაგრამ სადღაც ხო ჯარი რომ მომიზადოს. ჯარი არ იმზადება არცად და შეერაღებული არ არის აქ. არა, რატო თვითონ ჩატარდა მაინც. ხო, ნუ ერთი ხომ გავაჩერეთ. ხო, არა, ჩატარდა. სამხედრო წვნები ჩვენთან არ ტარდება, ანუ იმ ვითარებაში როცა ჩვენი ყველა მეზობელი არის ომში. სწავლება. ხო, ჩვენ ვართ დაუცველები, ეგეთ დროს რა თქმა უნდა მთავარია საერთაშორისო პარტნიორები და ვინ დაიცავს, ვინ დადგება საქართველოს გვერდში. და ეხლა აქ გვაქვს სრულიად სავალალო ვითარება. ეგ გავყვეთ ხა ვინც იყვნენ წლების განმავლობაში და არ არის ლაპარაკი მხოლოდ წინა მთავრობის დროს საერთოდ ვინ იყვნენ. ეხლა ამერიკა არის ამ მთავრობის პარტნიორი, არ არის ხა მარტო არბიტრაჟზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ სტრატეგიული ქარტია გაუქმებულია, ელჩი დანიშნული არ არის. ამერიკას სანქციონირებული ყავს ბიზნა ივანიშვილი. ანუ ამერიკა არ არის. ევროკავშირი არის ჩვენი მთავრობის პარტნიორი. ნუ ამაზე კითხვა თავისთავად ცხადია, არ არის, იმიტომ რომ დღე და ღამე ვათენებთ და ვაღამებთ ევროკავშირის გინებით, მათი გამოცხადება დიპსტეიტად და 1000 სხვა უბედურებით. დიდი ბრიტანეთი არის, არ არის, იგივეა, ეგეც გლობალური ომის პარტიაა. ჩვენს გენიოსებს რო კითხო. მაგრამ ეხლა საინტერესო ეს ისედაც თავისთავად ცხადია, ხო ეხლა ამაზე არც კონცეფცია აღარ გამომთო. ჩინეთი. გახსოვთ ჩვენ მოვაწერეთ ხელი ძალიან არასამართლიანად ფორმულირებულ ხელშეკრულებას ჩინეთთან. და შარშან ამ დროს ჩინეთის ელჩი ხვდებოდა და ამხნევებდა ხოლმე ჩვენ მინისტრებს კვირაში სამჯერ. ამ ბოლო დროს ჩინეთის პატივცემული ელჩი არსად აღარ ჩანს. აპირებდნენ ჩინელები ლიბერტი ბანკის ყიდვას. გაჩერდა ეგეც. გაჩერდა ეგ ამბავი. კი ბატონო. ანაკლიის სპორტის ამბავი აღარც მოსაყოლიც აღარ არის, არაფერი იქ არ ხდება. მოკლედ ჩინეთთან ჩვენი რაღაცა პარტნიორობა თუ რომანი თუ რაც იყო, ისევე სწრაფად დამთავრდა, როგორც სწრაფად დაიწყო. კი ბატონო. ხა უფრო ახლო გადმოვუწიოთ. ნუ უკრაინა არ არის ცხადია, ხა უკრაინა გამოცხადეთ მტრად ფაქტიურად. აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი ყოველთვის იყო საქართველოს ყველა მთავრობის სტრატეგიული პარტნიორი. ნამდვილად. და ეხლა რა ხდება, ალიევი გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ ფაქტობრივად ეგრე გამოვიდა, საქართველოსზე გამოვალ კორიდორს, მირჩევა სომხეთზე გამოვალ კორიდორს. ერთად უნდა მოახერხო, რომ აზერბაიჯანისთვის სომხეთი უფრო ღირებული პარტნიორი იყოს, ვიდრე საქართველო. დეა. აღარ სომხეთისთვის აღარ ვარ პარტნიორი, იმიტომ რომ ეს რაღაცა გაუგებარი საბაჟო ომები, კონიაკის ომები, ტვირთების გაჩერება თვეობით გრძელდება და სომხეთში არის განცდა, რომ საქართველოს სპეციალურად ამ აკეთებს ამას, რომ რაღაცა სომხეთის ტრებს კოჭი გაუგონოს. კი ბატონო. ვინ არის მაშინ? ნუ ერთი ვიცით რომ ვიქტორ ორბანი, რომელსაც არ ეზარება საქართველოს მთავრობის ხება. არჩევნები აქვს ახლა? ხო, ობას არჩევნები აქვს, ეხლა ან დარჩება, ან არა, რომს დარჩეს აი ორბანის პარტნიორობისგან ხეირი რა არის. ორბანისგან კონცეფციის იმის იმედი ქონათ, რომ ტრამპთან ამბავს ჩაიტანს და რაღაცა ტრამპთან ხიდების გადებაში დაგვიხსენებდა. ნუ არ გამოვიდა ეგ ამბავი და თანაც თუ
ორბანი წავიდა აპრილში, დაიკარგება ერთადერთი ვეტო, რომელსაც ევროკავშირის საბჭოში ადებდა ხოლმე კოცების წინააღმდეგ მიმართულ რეზოლუციებს. დადგება საკითხი თავისთავადია მოვიზო მიმოსვლის უკვე დამდგარიც არის ახლა შეჩერების, რაც არ უნდა მამაც სახეები მიიღონ, ძალიან რთულია ქვეყნისათვისაც და განსაკუთრებით იმ ხალხისთვისაც, ვინც ამაზე პასუხისმგებელია. და მაშინ ვინ არის, ხო? თუ ორბანის გარდა რომელიც ხა სერიოზული არ არის, გამოდის რომ ჩვენ ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი არის საერთო რეპუტაციის მქონე არაბი, რომელსაც იმისთვის რომ ვიღაც პარტნიორი ყავს, ხა რა ქნა მთავრობა, მოკლედ საქართველოს უძრავ ქონებაში იყო ორი მაგალითი, ეს არის გონიო, ძველი სამხედრო ბაზა და კწანისის ტყეპარკი. და ორივე ეს ტერიტორია აჩუქა ვიღაც არაბს, რომ ამ არაბმა ჩადოს ბანკში, აიღოს კრედიტი და მე ამ კრედიტით რაღაცა აშენოს, რომ რაღაცნაირი cash flow შექმნას. და ანუ ის ვიღაც საერთო რეპუტაციის არაბიც რომ შენი პარტნიორი გახდეს, გიწევს რომ მიწები აჩუქო. ხო. გიწევს რომ მიწები აჩუქო ვიღაც ერთი მაინც რო. კი, და თქვა რომ ეს დოკუმენტი საიდუმლოა და ვერ გავხსნა. ხო, რა თქმა უნდა, ცხადია ხა რატომაც არის საიდუმლო, ხა რა მიხვედრა უნდა მოგეს. ეხა ამ არაბს რომ თურქეთის ყურისძირში ჩუქნე მიწებს გონიოში. და ეს ემირატები და თურქეთი არ არიან ეხა საუკეთესო ვიღაც რო თქვა საუკეთესო ურთიერთობაში ერთმანეთთან, ეს არის უკვე თურქეთის შეურაცხყოფა. და საქართველოს თურქეთის ურთიერთობების ნელ-ნელა უკან მიდის. და აი ვითარებაში როცა სოფლიო აირია. ჩვენ მოვახერხეთ ის რომ არავინ არ ყავს. და არც რუსეთისგან აქვს ელემენტარული დაპირებაც კი რომ ან ტერიტორიული მთლიანობის საკითხს რამე არაფერი. რუსეთზე ჩვენ ხო ჩვენი ისტორია ვიცით. გვახსოვს რომ აფხაზეთის ომში დამარცხების შემდეგ შევარდნაძე წავიდა რუსეთთან სრულ კაპიტულაციაზე, ხო? შევედით SNG-ში დაუთმეთ ბაზები, 4 სამხედრო ბაზა, უფრო მეტად შევარდნაძე მიცა რუსებს უფლება, რომ მის მთავრობაში დაენიშნათ ძალოვანი მინისტრები. და რით დამთავრდა ამბავი? გავიდა წელიწადნახევარი და შევარდნაძეზე რუსების მიერ დანიშნულმა გიორგაძემ უაწყო ტერაქტი, რომელსაც პრეზიდენტი მაშინ სასწაულით გადაურჩა. კი ბატონო. და რუსეთთან პარტნიორობის პირობები ეგეთია, ანუ შენ უკეთებ ყველაფერს, რაც მას უნდა, ის არ იღებს შენს წინაშე არნაირ ვალდებულებას. პირიქით, მისი პირობები და მოთხოვნები სულ უფრო და უფრო მძიმდება, ანუ ჩვენ ვერ იქნებ რუსეთის პარტნიორი. და გარდა იმისა, ხა ვინც იყო რუსეთის პარტნიორი, რა ბედიეცია კი ვნახეთ, ხო? ვენესუელამ და რუსეთმა ერთმანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობა გააუქმეს და რამდენიმე თვეში მადურო მოულოდნელად კარაკასიდან გაქრა და გაქრა, პილიგრიმული ოპერაცია ვნახეთ. ფოლადის კარიც ვერ გააღო, მაგრამ იმის გასაღებიც მქონდა წაღებული, რომ ფოლადის კარი გაგვეჭრა. სამართლებრივად ამ ოპერაციის შეფასება ბევრნაირად შეიძლება და მაგრამ დაახლოებით იგივე გავს წყალქვეშა რომ გაგზავნა პუტინმა გემების, ესე იგი უზრუნველსაყოფად, რომელსაც ნავთობი გადაქონდა, მაგრამ რომ ვნახეთ როგორ აპატიმრებს მერე ამგევს ამერიკული შესაბამისი სტრუქტურები და ეს არის ერთი გემი. ჯამში ბევრი გემი დაგროვდა უკვე ასეთი. ჩვენ ვართ შეიძლება გავხდეთ შანტაჟის, იძულების და ყველა მხრიდან, იმიტომ რომ ყველა მიცის რომ ეხა იმ დავოსში არ ჩასვლას და არ მიწვევას და ამ მშვიდობის საქმეზე არ მიწვევას, ხა მშვიდობის საბჭოსგან შეიძლება არც არაფერი არ გამოვიდეს, ხო? კი ბატონო. მაგრამ როცა ყველას იწვევენ და შენ არ გიწვევენ, ყველას არის სიგნალი რომ შენ ხარ იზოლირებული და შენ არ ხარ და არაბიც რო გაიჩინო, ჭეკლეს არაბის სტრატეგიულ პარტნიორად, უნდა აჩუქო შენ ქვეყნის საუკეთესო ორი უძრავი ქონება. კი ბატონო და რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, უნდა მოახერხოს სტრატეგიული პარტნიორი იყო შეერთებული შტატებისთვის საქართველოს ამ რეგიონში, ესე იგი შავ ზღვაზე ამ რეგიონში საერთოდ რამე თუ განიხილებოდა, მაგრამ შავ ზღვაზე სამხრეთ კავკასიაში განსაკუთრებით, პირველი ვინც შეერთებულ შტატებს წესით საყრდენად უნდა გახსენებოდა, ეს იყო სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს. ჩვენ წვრთნებზე ვისაუბრეთ და 2024 წელს იყო ეს ინფორმაცია, რომ ერთობლივი სამხედრო წვრთნები გაურკვეველი ვადით გადადო, ღირსეულ პარტნიორზეა საუბარი, მაშინ შეერთებულმა შტატებმა ეს უცებ არ გაუწყვეტია, ანუ ეს შეთანხმება, სტრატეგიული შეთანხმება, ეს იყო სიგნალები, ნაბიჯ, გვითხრეს რომ აბა ჯერ ეს წერილი გამოგზავნეს, მე ადამიანი გამოგზავნეს, მე აღმოჩნდა ელჩმა გვითხრა რომ ისეთ შეურაცხყოფელი პასუხები დაუბრუნა აქედან ივანიშვილმა, რომ მუქარის შემცველი და შეურაცხყოფელი და ასე შემდგომ ეს ტერმინები გვითხრეს დიპლომატიური უწყებიდან. აი ფაქტობრივად
გადაჭრა ეს სტრატეგიული პარტნიორობა ივანიშვილმა. მისი მიზანი იყო, რომ მიიღოთ ის როგორიც არის ისეთი, როგორც არის ლუკაშენკო თავისთან სხვები. არადემოკრატი ლიდერები, რომელსაც ყავს ბევრი პატიმარი ციხეში, მაგრამ ის აკონტროლებს აქ ვითარებას, თუნდაც წაგებული არჩევნების პირობებში ინარჩუნებს ძალაუფლებას. აი ეს რატომ არ მიიღო ასეთი მოდელი საქართველოსი ადმინისტრაციამ? მაშინვე მოძებნა სხვა პარტნიორი რეგიონში, დაალაგა ისეთი არეული ომი, რომლის მოგვარებაც ალბათ ბევრს ვერ წარმოედგინა და აღმოჩნდა, რომ რეგიონშიც კი გეოპოლიტიკური ფუნქცია დავკარგა. ხო, ხოცები ბევრი სწორად მეკითხავს, რომ აი რა ხა თუ აზერბაიჯანი აღიარა, რა ქვია, თუ ბელარუსი აღიარა, ჩვენ რითი ვართ ბელარუსი და აზერბაიჯანის ნაკლები. ეხლა ბელარუსის სტრატეგიული მნიშვნელობა რაც არის, ყველა ხვდება, ხო? არის უკვე ომი არის გვერდზე, უკრაინის მეზობლად და ბელარუსის ტერიტორიიდან მოხდა უკრაინაში შეჭრა და ანუ ეხლა ბელარუსის გამოთიშვას ამ ომიდან რაღაცნაირად იმის უზრუნველყოფას, რომ ბელარუსმა კიდევ ერთხელ არ გაატაროს რუსული ჯარი, აქ უზარმაზარი სტრატეგიული მნიშვნელობა დაეხლა. ამ დროს ცხადია, რომ ტრამპიც და ნებისმიერი სხვა შეეცდება, რომ ცოტა ხანი ბელარუსთან ისე დაალაგოს ურთიერთობა, რომ ეს საფრთხე რაღაცნაირად გაანეტრებს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, აზერბაიჯანი სულ ესეთი იყო. ხო, არასოდეს თავის ისტორია, აი პირველ დამოუკიდებლობის დროს შეიძლება დემოკრატიის მეტი ხარისხი ქონდა, ვიდრე ახლა, მაგრამ იმის მერე სულ ესეთია, როგორც არის და დასავლეთმა იცის და ყველა იცის, რომ აზერბაიჯანი ესეთი იყო, ესეთი არის, ესეთი იქნება, არც თუნდაც არ შეიცვლება და თუ გინდა საერთოდ მასთან ურთიერთობა, ისეთი უნდა მიიღო, როგორც არის. და თან აზერბაიჯანმა გასულ წელს ევროპაში გაიტანა 25 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. და ხოცები რატომ უნდა მიიღო, რას გჭირთ? ერთი განცდა მაინც არის, რომ ეს დიქტატურის დასავლეთში, რომ დიქტატურის დამყარების ცდობა საქართველოში განწირულია და ან ეს აქ არ გამოვა. არ გამოვა, არ თვითონ ივანიშვილი მოუწევს უკან დახევა დემონსტრაციულად, ოღონდ არა ის როგორც მაშინ ატყუებდა დასავლეთს რამდენიმე წლის წინ, ან შარლ მიშელიდან და რა ქვია დანიელსონით და ხო, ასე შემდეგ. და ან საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება არ იმდენად ძლიერი, რომ ისი ახლა მიტოვება და ხოცების მხარდაჭერა არ გამოვა და თან ამაში არანაირი სტრატეგიული ხერი არ არის. ხა ჩვენ უკრაინის მეზობლები არა ვართ, აქ მეორე ფრონტის გახსნას არაფერი არ აპირებს, ამიტომ უკრაინასთან ომი არ არის მნიშვნელოვანი, რა ქვია იმას და ხა ნავთობი და გაზი რამდენი გავიტანეთ ევროპაში? არაფერი. შესაბამისად, რატომ ჩათვალა ივანიშვილმა, რომ ის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მასთან შეერიგების გულისთვის დასავლეთი მიიღებდა ამ ნაშრომაწყობას გასაღები ხომ არ არის პუტინის იმედადყოფნაში და ბოლო წერილშიც მისი კარის პროპაგანდისტიც ეს კითხვებია დასმული, რატომ არ ეხმარება მის სტრატეგიულ პარტნიორებს რუსეთიო, პუტინიო. ამაზე მოგვიანებით გიპასუხებთო, მაგრამ ნუ იქ მე თეორია რომ პუტინიც მონაწილეა ამ რაღაცა დიდი თამაშის. ხო, იცით რა არის შეთქმულების თეორიებში რომ შედიხარ, შეთქმულების თეორია ლაითი არ არსებობს. ბოლოს მძიმდება და მძიმდება. ბოლოს აღმოჩნდება რომ პუტინიც, ტრამპიც, მაკრონიც, ყველა deep state-ია და მარტო ჩვენ გავართ ამაყ მარტოობაში. კი ბატონო. და ბატონიშოთ აქვე ვიკითხოთ ქიმიური არაღის შესაძლო გამოყენების საკითხი, რომელსაც დღეს აქტუალობა დაუბრუნა ევროპარლამენტარების წერილმა ევროკომისიისადმი. ბოლო-ბოლო რა გაირკვაო, ეს ხალხი არ აბნებებს ამ კითხვას პასუხს, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი მხილება, ძალიან სერიოზული მხილება. ის არის თუ არა ივანიშვილის თავზე დაკიდებული აქამდე არსებულ პრობლემებს შორის, როგორც იყო არჩევნების გაყალბება, ლეგიტიმაციის პრობლემა, პოლიტპატიმრების ციხეში. ეს ართულებს თუ არა მის მდგომარეობას პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს ქიმიური არაღი არის ყველაზე რთული ამბავი, იმიტომ რომ გაყალბებული არჩევნების გამოსწორება შეიძლება კარგად ჩატარებული არჩევნებით, ხო? პოლიტპატიმრების პრობლემის მოგვარება, ანაც გადაწება უკვე შეიძლება პოლიტპატიმრების გამოშვებით, მაგრამ ამ ქიმიური არაღს, რომელიც ერთხელ გავუშვი, მე უკან ვეღარ დაიბრუნებ. და ამიტომ ეს სულ იქნება თან ლეგიტიმური კითხვაა, ეს კითხვა სულ დარჩება, რომ გავაგებინო საქართველოს მთავრობამ რა იარაღი გამოიყენა მშვიდობიან. თან არ გვითხრა, კი ჩაატარა ეს 5დღიანი ოპერაცია, არ გვითხრა 28-დან 3-მდე რა გამოიყენა, გვითხრა 3-ის მერე 2 დღის განმავლობაში. ხო, ყველაფერი რაც მათ გააკეთეს ამ გამოძიების, ეგრეთ წოდებული გამოძიების ფარგლებში, სინამდვილეში ადასტურებს იმეჭობს, რომ გამოყენებული იყო აკრძალული ნივთიერება, ხო? დღემდე არ ვიცი რა. თქვენი ფრაზა გამახსენდა, ახლა ბოლოს მე აღმოჩნდი კიმიკოსი მხოლოდ. უცნაური იყო ჯერ ერთ დღეს გომელაურის რაღაც განცხადება
ცხადდება რომ ასეთი ნივთიერება არის, ოღონდ ნაცებს ჰქონდათო, მეორე დღეს თქვეს რომ არა გომელაურმა რაც თქვა ეს კი არა, ასე კი არ უთქვამს, არ ქონდა არავის, არასდროს არ გქონიაო და ის ქიმიკოსი არ არისო, ასე გაამართლა მაშინ ბატონმა კობახიძემ თუ სწორად მახსოვს, გომელაური არ არის ქიმიკოსიო და თქვენზე მიუთითებდა და თქვენ დაწერეთ პასუხად რომ ბოლოს მე აღმოჩნდი მარტო ფიზიკოსიო კი ბატონო, მართლაც რაღაცნაირი აი ყველაფრის გაშარჟების და არა, მან ტაქტიკა არა პროფესიონალიზმის პრინციპზე არა, მან ტაქტიკა იყო ეგეთი რომ რახან არ ქონდათ ერთი გამართული პასუხის გაცემა რახან არ შეეძლოთ, შექმნეს რაღაც 100 სხვადასხვა თეორია. რომ იყო, არ იყო, სხვა რამე იყო. მე ვერცერთი ვერ დაიჯერა საზოგადოება. უკანონო იყო, ბოლოს მოდი მაშინ ეს თქვა, რა ქვია, სუსტ შევაგზავნოთ სუპერმარკეტებში და მაღაზიის ფასები გამოვიძიოთ, ხალხს უფრო აინტერესებს. ხო, ქიმიური იარაღი გამოიძიეს 4 დღეში თუ 5 დღეში რომ იყო თუ არა გამოყენებულიო, ესეთი კაცობრიობას და ისტორიას არ ახსოვს, მაგრამ ახლა სუპერმარკეტებში შეესივნენ, რომ ფასები დავწიოთ იქნებო. და საბოლოო ჯამში ბატონ შოთა, რამდენად დიდხანს გაძლევს ასეთი რეჟიმი იმ პირობებშიც, რა პირობებშიც დღეს იმყოფება ივანიშვილი, მე არ გთხოვთ ოპტიმისტურ სცენარს, მე გეკითხებით რეალისტურად, ამ რეგიონში, ამ მოცემულობით, უკრაინა-რუსეთის ომის პირობებში და იმ დისკუსიით, რომელიც მთელ მსოფლიოში არის გრენლანდიიდან დაწყებული ირანითა თუ მადუროს დაკავებით დასრულებული. რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმი რამდენ ხანს გაძლევს ძალიან საინტერესო კითხვაა, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო კითხვაა, ქვეყანა რამდენ ხანს გაძლევს. ამაში ეს არის. უბედურება იმაშია, რომ შეიძლება იმ რეჟიმი უფრო დიდხანს გაძლოს, ვიდრე ქვეყანამ და თლად იმიტომ რომ უკიდურესად დაიძაბა საერთაშორისო ვითარება, ხო? და ამ რეგიონში მით უმეტეს და ყველაფერი, რასაც რეჟიმი აკეთებს თავის გადასარჩენად, არის ქვეყნის დაღუპვისკენ მიმართული ნაბიჯები. ასე რომ ეს რეჟიმი როგორ რაღაცა დროს წავაცხადია, მაგრამ თავი ქვეყანა გადარჩეს მანამ სანამ ეს რეჟიმი მოშორდება აქაურობას.